ახლა უნდა განვაგრძოთ საუბარი ნინო კალანდაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან და ჭავჭავაძის ცენტრის ერთ-ერთ დამფუძნებელთან. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. და პირველ რიგში უნდა კითხოთ აუცილებლად, როგორც ახლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რუსული კანონის აღარავის აღარ აინტერესებს, ახლა რეალურად სხვა მოცემულობა დგას, ქართველები დგანან ქუჩაში იმისთვის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. მოკლედ, რამდენად არის ახლა რეალობასთან კავშირში ის თუნდაც ის ინიციატივა რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მხრიდან და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ამ განაცხადის შემდეგ მალევე ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ბრიფინგი და თქვა ის, რომ თუ არგუმენტებს წარმოადგენენ, ამ შემთხვევაშიც ვართო მზადო მხოლოდ რუსულ კანონზე მსჯელობის. მოკლედ, ისევ რაღაც გადაგდებასთან გვაქვს, როგორც ჩანს ადგილი, ძალიან მოკლე აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის ტყუილი, ესეც უნდა აღნიშნოს. მოკლედ, განგვიმარტეთ რა მოხდა დღეს ევროსაბჭოს დელეგაციასთან მიმართებაში. მოგესალმებით თათია, მივესალმებით თქვენს მსმენელს. რასაკვირველია, ყველაფერი, რასაც კობახიძე ამბობს, არის იმთავითვე ტყუილი, იმიტომ რომ კობახიძე არის, როგორც მას მათ შორის ევროპელმა ჩვენმა პარტნიორებმა უწოდეს, არის მთავარი დეზინფორმაციის წყარო და განმავრცელებელი. ის არის ადამიანი, რომელიც საჯარო ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ უბრალოდ ყველა სიტყვა, რომელსაც ის ავრცელებს, იყოს ტყუილი და მოატყუოს მოსახლეობა და ყველა, ვინც მას უსმენს. რუსულ კანონზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ ეს რუსული კანონი უბრალოდ გამოხატულება იყო იმ რაღაც სახეცვლილი თუ გამოაშკარავებული სახის ქართული ოცნების და განაცხადისა, რომელიც მათ ევროპის მისამართით გააკეთეს, რუსული კანონით გახსნეს მათ ღიად ის ომი, რომელიც მათ დასავლეთს გამოუცხადდეს საქართველოდან და რომლითაც მათ უთხრეს, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ განვიხილავთ საქართველოსი, ანუ ჩვენ რაღაც რეჟიმმა ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე და სახალხო კონსენსუსის გარეშე მივიღეთ რუსული ინსტრუქცია, რომ ახლა ღიად უნდა უარი განვაცხადოთ ევროკავშირში ინტეგრირების სამართლებრივ პროცესზე და სწორედ ამ საფუძვლით მიიღეს რუსული კანონი. რუსული კანონი დემონსტრაციულად მიიღეს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ევროპას ამის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, მათ შორის იცოდნენ, რომ ამ კანონის მიღებას სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვიდრე ისინი ფორმალურად ხელისუფლებაში ითვლებოდნენ, მაშინ ხალხმა მათ უკვე უარი უთხრა ამ კანონისთვის თანხმობის გაცხადებაზე და სწორედ ის შედეგი, რომელიც საარჩევნო შედეგებმა აჩვენა და რის გამოც მათ ასეთი აგრესიული გაყალბება მოუწიათ, არის იმის შედეგი, რომ სწორედ პირველ რიგში ამ და ამასთან დაახლოებულ კანონებს არ იზიარებდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამიტომ ეს საკითხი პრაქტიკულად დღის წესრიგიდან მოხსნილია, ეს საკითხი ვერანაირად ვეღარ გამოდგება რუსული სტილის სავაჭრო მექანიზმად, როდესაც ისინი რაღაც ტაქტიკური უკან დახევისთვის, რაღაც ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მერე მოსახლეობა ან ევროპელი ჩვენი კოლეგები მოატყუონ, ეს მატარებელი ჩავლილია, ისინი ვერავის ვეღარ მოატყუებენ, აქ საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ვინმე არალეგიტიმურ რეჟიმთან რაიმე ფორმის მოლაპარაკებაში შევა, იმის თაობაზე თუ როგორ იმართებოდეს ეს ქვეყანა. ერთადერთი ტიპის მოლაპარაკების რესურსი, რაც შეიძლება ახლა ივანიშვილთან არსებობდეს არის ის, დათმობს ის მშვიდობიანად ძალაუფლებას თუ არ დათმობს ის მშვიდობიანად ძალაუფლებას და ამის გამო მას უბრალოდ კიდევ უფრო მეტად მარყუჟებში მოაქცევენ, იქნება ეს სანქციები თუ იქნება ეს სხვა ბერკეტები. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ევროსაბჭოს არ აქვს ხო ლეგიტიმაციის მანდატი და ეს დღეს თავად ალან ბერსემაც თქვა და ქართული ოცნება ორი დღეა ცდილობს, რომ მისი ვიზიტი წარმოაჩინოს როგორც ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემის მცდელობა. ქართული ოცნება ისეთი სასოწარკვეთილია თავისი უსუსური არაღიარების პოლიტიკით, რომ მათ შორის არ ვიცი რაღაც ტავთან შეხვედრას არქმევს ოფიციალურ შეხვედრას და ამბობს, რომ მათ გვაღიარესო. ანუ რასაკვირველია, ევროპის საბჭოს წარმომადგენელს, როგორც ასეთი, ის არ წარმოადგენს დედაქალაქებს, ის წარმოადგენს კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც არანაირი მანდატი არ გააჩნია ამადუ იმ ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენლობას მიანიჭოს ოფიციალური სტატუსი, ამის რესურსი მას არ აქვს. ის არის მისი ვიზიტის ფარგლებში იმ მანდატით აღჭურვილი, რომ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების საკითხები შეისწავლოს. ამასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ის დიალოგს მართავთ იმასთან, ვინც არის მოძალადე, ვინც იყენებს უკანონო ძალაუფლებას
იმისთვის რომ გამოიყენოს ფიზიკური ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამიტომ ცხადია რომ მისი პირველადი ადრესატი არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ ძალას იყენებენ, უკანონო და არალეგიტიმურ ძალას და არაპროპორციულს მათ შორის და შესაბამისად ესაუბრებიან იმ ადამიანებს, ვინც არიან დაზარალებული და ესაყროა როგორც მე ვნახე ჟურნალისტები, რომლებიც უშუალოდ ზღვერპლი შეიქმნენ რეჟიმის ძალადობის. მაგრამ რასაკვირველია, ეს მათ ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, უფრო მეტიც როგორი ფორმულირებებიც არ უნდა მიცეს კობახიძემ ახლა ცალკეული პირების განცხადებებს, მათი ლეგიტიმაციის საკითხი თუ აქამდე ჯერ კიდევ რაღაც ფორმით შესაძლოა დღის წესრიგში დაბრუნებული იყო და არჩევნებიდან რამდენიმე კვირის თავზე ამის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა, დღეს ეს მატარებელი ჩავლილია არანაირი რესურსი იმის, რომ ქართული ოცნება ვინმე მაღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურ ძალად არ არსებობს. ეს არის პრაქტიკულად გამორიცხული, მათ შეუძლიათ ხელოვნურად, იძულებით, ძალის გამოყენებით შეინარჩუნონ ეს ძალაუფლება, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან საერთაშორისოდ აღიარებული ძალა, რომლებსაც ექნებათ რაიმე ფორმის საერთაშორისო მოლაპარაკების მანდატი. კი ბატონო, და აი რა არის რეალურად დასავლეთის ქმედება და დასავლეთის რეაგირება? ცოტა ხნის წინ ნახეთ ჩვენ ევროკომისიის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ევროკომისიამ წარადგინა უკვე კონკრეტული დოკუმენტი ქართველი დიპლომატების თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ვადით ყოფნის მოკლედ რაღაც პერიოდის განმავლობაში. აი რეალურად ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ხო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. აი რომ განგვიმარტოთ ეს რას ნიშნავს? ანუ მაგალითად ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და დანარჩენებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესასვლელად. თათია კი ეს ამას ნიშნავს და არა მხოლოდ ბევრად მეტ ადამიანს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდება და ამას აქვს ძალიან ლოგიკური ახსნა და სწორედ იქიდან გამომდინარეობს მათ შორის მათი პოლიტიკური სულისკვეთებაც, რომ ამ ხელისუფლებას ისინი აღარ აღიარებენ როგორც ხელისუფლებას, ანუ წარმომადგენლობით მანდატს აღარ ანიჭებენ არა მხოლოდ პირველ და ეგრეთ წოდებულ არჩევად თანამდებობებს, არამედ მათ შორის ქვედარგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც ვიზიტებს ახორციელებენ და ამ ნიშნით და ამ მიზნით გაიცემა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტი. ხო, სამოგზაუროდ ხო არ გაიცემა დიპლომატიური პასპორტები, მიუხედავად იმისა, რომ ქოცმა ასე გადაწყვიტა და სამოგზაუროდაც იყენებს ამ პასპორტებს, მაგრამ ეს ასე არ არის. დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი გაიცემა იმ მიზნით, რომ პირი, რომელიც ამ პასპორტის მფლობელია და ვიზიტის ფარგლებში ამ პასპორტს იყენებს, ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოს სახელით საუბრობს, საქართველოს სახელით ჩადის და იმ ვიზიტზე საქართველოს პოზიციას აჟღერებს, რა დონესაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, იქნება ეს მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე თუ დეპარტამენტის დირექტორი. ნებისმიერი სახის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილებით სარგებლობენ. მეორე მხარე მათ უთხრა, რომ თქვენ აღარავინ აღარ ხართ, თქვენ არ წარმოადგენთ პირებს, რომლებსაც ჩვენთან შეუძლიათ საქართველოს სახელით ისაუბრონ. ნებისმიერ დონეზე, ანუ რა დონითაც არ უნდა წარმოჩინდეთ თქვენ არ ახართ მთავრობის წარმომადგენლები, თქვენ ხართ ფიზიკური პირები, ასეთი ფიზიკური პირი ნებისმიერი შეიძლება იყოს, ნებისმიერი შეიძლება ჩავიდეს უვიზო რეჟიმი სანამ გვაქვს, ნებისმიერ პირს შეუძლია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში ჩავიდეს, მაგრამ ის არ იქნება სამსახურებრივი მანდატის მქონე და საქართველოს სახელით მოსაუბრე თავი. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ამ გადაწყვეტილების უკან დგას და ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დაქვეითება. ანუ სახელმწიფოსთან, რომელთანაც მათ ჯერ კიდევ დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნიათ, ისინი გადავიდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დაქვეითების ქვედა საფეხურზე. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ თქვეს, რომ ეს მთავრობა არ არის ლეგიტიმური, ვინაიდან არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, ნებისმიერი სამთავრობო გადაწყვეტილება არ არის ლეგიტიმური, მათ შორის არ არის სახელმწიფო ლეგიტიმაციის მქონე ის ვიზიტი, რომელთაც ესა თუ ის პირი ახორციელებს ამა თუ იმ ევროპის კავშირის ქალაქში და შესაბამისად ისინი ამ საბუთებით ვერ ისარგებლებენ. იმისთვის, რომ მათ შეძლონ სხვა ქვეყანაში ჩასვლა, მათ უნდა ისარგებლონ ფიზიკური პირის
თქვათ შესაბამისი უფლებებით, მაგრამ იმისთვის რომ სამსახურებრივად გაემგზავრონ, უნდა მოითხოვონ შესაბამისი ვიზა და ეს ამას ნიშნავს, ანუ მათ დაჭირდებათ ნებართვა, რომ ესა თუ ის პირი მიღებულ იქნას როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. კი ბატონო, და ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ ასეთ დაბალ ნიშნულზე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა და ისტორიულ მინიმუმზეა ნამდვილად და უნდა კითხოთ ფინანსურ სანქციებზე უკვე, რაც ბევრად უფრო მტკივნეულია ქართული ოცნებისთვის. ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვნახეთ მათი გადაწყვეტილება, ჯერ ბრიტანეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება და გლობალური მაგნიტსკის სიაში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ბრალდებულ პირებთან ერთად ჩაეწერება უკვე ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე, რომელიც არის ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე, ვინაიდან თავად ზვიად ხარაზიშვილი უკვე არის ამ სიაში, რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის სანქცირებაზე. აი ფინანსური სანქციები უკვე რა ასე ვთქვათ გადაწყვეტილებაა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რა მასშტაბის გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მაგნიტსკის სია მართლაც არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია, ხო, რაც შეიძლება განახორციელოს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა. კი, ცალსახად ასეა. მაგნიტსკის სიის გამოყენება როგორც წესი არ ხდება მეგობრული სახელმწიფოს და ხელისუფლებების წარმომადგენლების მიმართ. აქ უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ მეგობრულობის წინაპირობა თუ ფუნდამენტი გამოცლილი აქვს ამ ურთიერთობას და სწორედ ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ცალკეული პირების მიმართ იქნას გამოყენებული სანქციების ეს ფორმა, რომელიც არის უმძიმესი ფინანსური სანქციების ფორმა, იმიტომ ეს არის გლობალური მაგნიტსკის სია, რომელიც თავისი სიმძიმით და შინაარსით, როდესაც ის აღსრულების ფაზაში შევა, ცდება მხოლოდ ცალკეული ინდივიდების პასუხისმგებლობის საკითხს. აქ დგება ყველა დანარჩენი ფიზიკური თუ იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ ადამიანებთან ფინანსურ და ქონებრივ ურთიერთობებში შევლენ. ნებისმიერი პირი, რომელიც მაგნიტსკის გლობალური სიით სანქცირებულ პირთან გადაწყვეტს, რომ შევიდეს ფინანსურ თუ საქმიან ურთიერთობაში, ისიც ავტომატურად დაექვემდებარება მინიმუმ მონიტორინგს და შესაძლოა ასევე მოხდეს სანქციების სიაში. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავის ტკივილი, ეს არის პრობლემა, რომელსაც საქართველოს წააწყდება მათ შორის, იმიტომ რომ ამ ადამიანებს შეეზღუდებათ მოძრაობის არეალი, მათ დარჩებათ მხოლოდ იმ საზღვრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან ბოლომდე ცივილიზებულ ურთიერთობებში ჩართული, ამიტომ იმისთვის, რომ მათ ფინანსური საბანკო მიმოქცევით ისარგებლონ, როგორც სარგებლობს ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანი ცივილიზებულ ფინანსურ ჩარჩოებში, მათ ამის შესაძლებლობა აღარ მოეცემათ და რაც უჩის ისინი ამას გამოიყენებენ, საფრთხის ქვეშ დააყენებენ მათ შორის საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს და ნებისმიერ კიდევ ერთხელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც მათთან შეეცდება ქონებრივ ან ფინანსურ ურთიერთობაში შევიდეს, რაც გაცილებით უფრო ძლიერი სანქცია, ვიდრე ვთქვათ ერთი გომელაურის ბედი. ძალიან დიდი მადლობა ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც დეტალურად აგვიხსნა ახლა რა ხდება და რა მძიმე ვითარებაშია ქართული ოცნება საერთაშორისო ასპარეზზე.